მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 13 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. პარლამენტში ამ წუთებში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ მაგა ბოჭორიშვილს კითხვებით გახარიას გუნდმა მიმართა. შეკითხვები ევროინტეგრაციას და საერთაშორისო სანქციების შესრულების პროცესს შეეხება. თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პარლამენტიდან. პარლამენტში ინტერპელაციის წესით ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ მაგა ბოჭორიშვილთან შეკითხვები გახარიას პარტიის წევრებს აქვთ. შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება იმ ცრუ ნარატივს, რომ თითქოს ევროინტეგრაციის პროცესი ცალმხრივად ქართულმა ოცნებამ შეაჩერა. მაგა ბოჭორიშვილი გახარიას პარტიის წევრებს მკაფიო და პირდაპირ პასუხებს სცემს და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე შეკითხვა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ემსახურება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ ქართული ოცნების დამსახურება თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და დამსახურება ის, რომ 2014 წლიდან დღემდე ქვეყანა ახლა არის ყველაზე მეტად დაახლოებული ევროპულ სტანდარტებთან, რასაც ევროკომისიის არაერთი ანგარიშებიც მოწმობს. მაგა ბოჭორიშვილმა, რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მაგა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის ის განცხადება გაიხსენა, რომლის მიხედვითაც ევროპელმა ლიდერებმა ევროპის საბჭოს ბოლოს ხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და მაგა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის, რომ გახარიას პარტიის შეკითხვები მხოლოდ და მხოლოდ ცრუ ნარატივს ემსახურება. ქალბატონო მაკა, დღეს თქვენ მოგიწევთ უპასუხოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებს და მოგიწევთ აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ღალატობთ საქართველოს ისტორიულ არჩევანს და გაქვთ თუ არა დარჩენილი თუნდაც მცირედი რესურსი, ან პოლიტიკური ნება, ან გნებავთ კომპეტენცია, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში საქართველოს შეძლოს და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. მოხარული ვარ, რომ ქუჩიდან დებატები პარლამენტში დაბრუნდა. თქვენი კითხვების ნაწილი სწორედ იმ პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელებაა და მცდელობაა, რომ ეს ნარატივი განამტკიცოთ ჩვენს საზოგადოებაში და ეს ნარატივი მხოლოდ და მხოლოდ ხშირ შემთხვევაში სიცრუეს ეფუძნება. ტყუილია თითქოს ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით ქართული ოცნების ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. 2014 წლიდან საქართველოს როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევით ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად ძალიან კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიასაც კი მოუწია ამ პროგრესის აღიარება 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწად ნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თავისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე. ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადია, თუ რას ემსახურებოდა და ემსახურება ეს განცხადებები მუქარა და შანტაჟი საქართველოს ევროპული პერსპექტივის კანდიდატის სტატუსის თუ ევროკავშირში წევრობის შესახებ. ამ საკითხებით მუდმივი მანიპულირება მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და პროცესს. სწორედ ამიტომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ციტირებ განცხადებიდან, არავის მივცემთ საშუალებას დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟის და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხყოფელია. შეგახსენებთ, რომ ამავე განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა საქართველოს 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველოს ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
აქვე გაკეთდა განმარტება მოლაპარაკებების გახსნა დღეს ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გახლეჩვის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. თავარი არაა ის, თუ როდოს გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნაზე იღებს ევროკავშირის საბჭო და არა თავად კანდიდატი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია დღეს აქ განვაცხადოთ საქმე შანტაჟის ნაცვლად. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამისთვის საჭიროა მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტიკური დიალოგის წარმოებას საქართველოსთან, რომელიც 2024 წელს შეაჩერა. ცხრანაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას. მასში საუბარი იყო არჩევნებზე. შესაბამისად, როდესაც თქვენ ეძებთ ცხრანაბიჯის შესრულებაზე პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას. არჩევნების არაღიარების უსაფუძვლო პოლიტიკით და ოპოზიციის მიერ დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით, საფუძველი მიეცა ევროპულ ბიუროკრატიას, ესაუბრა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რის გამოც მაგალითად ქალბატონმა კაია კალასმა 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველო არ მიიწვია დაკავშირებადობის შესახებ მინისტერიალზე, სადაც მიწვეული იყო ცენტრალური აზიის 5-ვე სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრი, მიწვეული იყო აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავშირის ბიუროკრატიის ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, მაშინ როდესაც მაგალითად საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა უსამართლო რეზოლუციებზე ჩვენი ქვეყნის მისამართით და ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უბიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, ეს ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ევროკომისიის მხრიდან ძალიან ხშირად გამოიყენება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები, განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემია. საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. სწორედ ამ პროგრესის მიჩქმალვის სურვილით აიხსნება ის ფაქტი, რომ 2025 წელს გაფართოების ანგარიშის მომზადებისას, ეს ის ანგარიშია, რომელიც თქვენ გქონდათ დღეს აქ წარმოდგენილი, ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოს შეფასებაზე ყველა იმ მიმართულებით, რომლითაც შესაძლოა ასახულიყო საქართველოს პროგრესი და სწორედ საქართველოს ასე ვთქვათ, ის მოწინავე პოზიციები, რაც საქართველოს აქვს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებაში. და ამით დამტკიცდებოდა, რომ საქართველო თუნდაც მოლაპარაკებების გასახსნელად ბევრად უფრო მზად არის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ ამ შემთხვევაში სულ სხვა თავისივე მეთოდოლოგიაზე თქვა რეალურად უარი და სულ სხვაგვარად მოამზადა ის ანგარიში. ჩვენ ამის თაობაზე 2025 წლის 4 ნოემბერს გავაკეთეთ განცხადება, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ასახულია ჩვენი პოზიცია ამ ანგარიშთან დაკავშირებით. აქვე გაცნობებთ, რომ მომდევნო ანგარიშის მოსამზადებლად ჩვენ უკვე მუშაობთ მასალების წარსადგენად. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გვმართებს გამორჩეული სიფრთხილე ნებისმიერი პროცესის შეფასების და მით უმეტეს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს. ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, რომ უბრალო სტატისტიკის გაუმჯობესების
ადამიანების სურვილით დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, საქართველოს ვიდრე ის არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, საქართველოს გაუჭირდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა. უსამართლო მიდგომებს ამასთან დაკავშირებითაც გქონდათ კითხვები, სამწუხაროდ უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა ძალიან მძიმე სურათს ქმნის, ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი 2022 წელს ივნისში, მაშინ როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იყო უსამართლო. ამ უსამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გახლდათ ის, რომ ეს გამოყენებული იქნა საქართველოში საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისთვის და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის მიზნებისთვის. 2022 წელს არ არსებობდა არანაირი გეოპოლიტიკური თუ პრაქტიკული საფუძველი, რაც გაამართლებდა ამ უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში. ევროკავშირის გადაწყვეტილების უსამართლობა მაშინვე რომ ცხადად არ გამოჩენილიყო, ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში არ გამოაქვეყნა თავისივე პროცედურებით გათვალისწინებული ანალიტიკური ანგარიში, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაფუძნებოდა. ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის დაგვიანებით, შეგახსენებთ 2023 წლის 2 თებერვალს, სადაც ამ გადაწყვეტილების უსამართლობა უკვე დოკუმენტურად იქნა წარმოჩენილი და ყველას შეეძლო ენახა თუ რამდენად წინ იყო უარნათქვამი საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, რომელსაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, როგორც უკვე გითხარით, მაკა ბოჭორიშვილის მიმართ შეკითხვები გახარიას პარტიის წევრებს ჰქონდათ. მადლობა, პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა. პარლამენტში გრანტების შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა გრძელდება. დეპუტატების საკითხზე დღეს მეორე და მესამე მოსმენით მუხლობრივად იმსჯელებენ და დაამტკიცებენ. კანონპროექტი ტექნიკური ხასიათისაა, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დაკონკრეტდება, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები, რომლებიც უშუალო დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას ხმარდება, გრანტად არ ჩაითვლება. ამ ცვლილებებით იქნება ძალიან მკაფიო, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რაც მათ უშუალო ფუნქცია მოვალეობებს ეხება განახორციელონ ეს საქმიანობა. თუმცა ამავე დროს თუ აქვთ მათ სურვილი პროექტების დაფინანსების, NGO-ების დაფინანსების, სხვა ტიპით საზოგადოებრივი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე წინა კანონმდებლობის საფუძველზე მათ აქვთ იმისი ვალდებულება, რომ ხელისუფლების მთავრობისგან აიღონ შესაბამისი ნებართვა. პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს დელეგაცია შალო პაპუაშვილის ხელმძღვანელობით სტამბოლში დაგეგმილ საპარლამენტო შორისო კავშირის 152 ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება. ღონისძიებაში 2500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაგეგმილია შალო პაპუაშვილის არაერთი პირისპირ შეხვედრა. ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ როგორც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ამ ქვეყნებთან ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორობის განსავითარებლად, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად და რა თქმა უნდა ჩვენი გზავნილები იქნება ჩვენის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, იმ წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მას ექნება გამოსვლა. ჩვენ გვექნება შეხვედრები ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და რა თქმა უნდა აქ საუბრის მთავარი თემა იქნება ირანთან მიმდინარე კონფლიქტი და რა ასე ვთქვათ გამოწვევის წინაშე დგანან არა მხოლოდ ეს ქვეყნები, არამედ მთლიანად მთელი რეგიონი. ჩვენ გვექნება შეხვედრა ევროპული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და იქ საუბარი იქნება რა თქმა უნდა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების ზოგად ჩარჩოზე გვექნება შეხვედრა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და იქ ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებას თუ როგორ მიდის ეს პროცესი თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში.
იუსტიციის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პატასალია ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან. მინისტრი ასევე შეხვდება ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს. კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება სიტყვით მიმართო კომიტეტის წევრებს, გაეროს წარმომადგენლებს და ვისაუბრო იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს საჯარო ადმინისტრირების სფეროში, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდებისას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების თაობაზე და რაც მთავარია ვისაუბროთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივნის მოადგილესთან და ასევე სხვა ხელმძღვანელ პირებთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იტალიელ და სერბ კოლეგა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პროექტების საკითხებზე გამახვილდა. სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კი აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით. იტალიის კოლეგა მინისტრთან ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეხილა ერთობლივად თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება. სერბეთთან მიმართებით მნიშვნელოვანი არის მათ მიერ განვლილი გზა ევროინტეგრაციის პროცესში, იმ სტანდარტების დაწესება, იმ სტანდარტების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს აგრარულ პროდუქციას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების და შესაძლებლობას ევროპულ ბაზრებზე შესვლის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს კოლეგას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდა გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ. მეჯერა რომ ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობა, რომელიც მაღალ ნიშნულზეა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორებს აქვთ ერთმანეთის გაძლიერების რესურსი, რადგანაც ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის ძლიერი ღვინის კულტურა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ღვინის სფეროში ხანგრძლივი ტრადიცია და ღვინის წარმოების გამორჩეული მეთოდები აქვს. იყო დიალოგი მის შესახებ თუ რა პერსპექტივები არის სამომავლოდ საქართველოსთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ შედეგებს. იტალიის მინისტრმა აღვიქვა მისი ურყევი მხარდაჭერა და კოლეგებმა ისაუბრეს ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბოლის შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა მიმოიხილეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ფონდის მიერ აღნიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანა მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით საუბარი ჰქონდა გეოპოლიტიკურ სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის და ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც საქართველოს აქვს, აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია, რომ წარმოიქმნეს არსებული გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატული დაფინანსების მიმართულებით და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს. განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება, ენერგეტიკა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
საუბარი გქონდა იმ მიმდინარე და საომავლო პროექტებზე, რომელსაც აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი ძალიან აქტიურად აფინანსებს საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება, ეს არის დაკავშირებადობის ნაწილი, ეს არის შუადერეფნის ინფრასტრუქტურა, ასევე ენერგეტიკის სექტორი, სადაც ბანკი ძალიან აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. უახლოეს მომავალში, უახლოეს კვირების განმავლობაში ჩვენ შევთანხმდით, რომ სპეციალური მისია ეწვევა საქართველოს, სადაც უკვე საუბარი გვექნება და შეთანხმება გვექნება უკვე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. განათლების მინისტრმა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. გივი მიქანაძემ დაამსწრა საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და იმ ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო დიასპორის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ისინი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურებიან. შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ მონაწილეებს საკვირაო სკოლებისთვის საჩუქარი წიგნები გადასცა. დავსახეთ კონკრეტული მიზნები, რომელსაც როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთობლივ რეჟიმში განვიხილავთ და გვექნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვჩინოთ მსგავს ცენტრებს არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მათ საშუალება მიეცათ უშუალოდ პირადად მინისტრისგან მოესმინათ მიმდინარე რეფორმების შესახებ, გაეზიარებინათ მათი საჭიროებები, ესაუბრათ. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კულტურის ცენტრებისთვის, რადგან მათი მოღვაწეობა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კულტურის ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციას ამ ქვეყანაში. ვცდილობთ, რომ გავსარტყოთ ჩვენი ქართველი ამერიკელები, როგორც მოვიხსენიებთ, ქართველებად, ნამდვილად გამოგვდის, მაგრამ პატარა ბმაც საქართველოსთან და ინტერესი საქართველოსთან, რომ ჩვენ ვარსებობთ, ეს ძალიან დიდ ძალას გვაძლევს, ძალიან დიდ ენერგიას გვაძლევს და ვცდილობთ მეტი გავაკეთოთ, მეტი ქართული ჩავდოთ ამ ახალგაზრდებში და ერთიანი მუშაობით ნამდვილად გამოგვივას, რომ იქნება დაბრუნდნენ კიდეც საქართველოში. დიდი მადლობა ამისთვის, რომ ინტერესი არის. საზოგადოებრივ აზრზე манипуляციის მორიგი მცდელობა ნაციონალური მოძრაობისგან პარტია ამურჩევლის ნდობის მოპოვებას ამჯერად რელიგიური გრძნობებით ცდილობს. დინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ნაცოპოზიციაში უღმერთოები და ურწმუნოები არ არიან, თუმცა იმავე განცხადებაში ეკლესიას მოედანს უწოდებს, რომელშიც მისივე თქმით ოპოზიცია უნდა შევიდეს. ბოკუჩავას ფარისევლობაში ამხელს მმართველი გუნდი და ოპოზიციის მიერ წლების განმავლობაში ეკლესიასა და პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ახსენებს. ნაცმოძრაობაში კი თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ახალი მესიჯ ბოქსი კარგად აითვისეს პარტიაში აღნიშნავს, რომ მორწმუნეებიც არიან და აქტიურად ლოცულობენ. ჩვენთვის, ნაციონალურ მოძრაობისთვის, მათ შორის ლიდერებისთვის, ეკლესია არის ის სივრცე, სადაც ჩვენ ლოცულობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის და რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება მუდამ ეკლესიის შიდა საქმეებში ვერავინ ვერ ჩაერევა, თუ ჩვენ ვიქნებით ეკლესიის გარშემო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ბოკუჩავას მორწმუნეობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ეხლა მისი პარტიის წევრები ეკლესიის მიმართ როგორი ზიზღით გამოირჩევიან, გადახედოს თავის ისტორიას და მორწმუნეები როგორ უნდა მოატყუოს ეხლა ბოკუჩავა. ეხლა ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ეხლა სამების საკათედრო ტაძარში იდგა, მზეში, წვიმაში, ეხლა ბოკუჩავას სიტყვებით მოწმდება. აი ამ ჭკუის რო არიან, ზუსტად იმიტომ აქვს ეს პრობლემები და ექნებათ ბოლომდე. რეალურად მათ ხედავთ, რაც აინტერესებთ, ყველანაირი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. რომელ კანონში მიიღეს მონაწილეობა საერთოდ, რომელიც რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული ტრადიციულ ღირებულებებთან, მათ შორის ეკლესიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, საერთოდ სადმე ან საკანონმდებლო დონეზე, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სადმე მოგისმენიათ მათი მხარდაჭერა პირიქით ერთმანეთს ახალისებენ, როდესაც ხატებს, საღებავებს ესვრიან და კრემლის აგენტებს ეძახიან უმაღლესი იერარქიის რელიგიურ პირებს და ასე შემდგომ. პირდაპირ ნათლავენ კრემლის გაგრძელებად ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ რა მორწმუნეობაზეა საუბარი. 2026 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოს 997,529 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც 4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პირველი კვარტლის მონაცემებით დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა ტურისტული ვიზიტების, ეს არის 1 მილიონი ტურისტი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი პირველი კვარტლის მონაცემებით. ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებდით, სწორედ დივერსიფიცირების მიმართულებით ლიდერობენ ზრდის ტენდენციის თვალსაზრისით, მაგალითად ჩვენ გვაქვს 30%-იანი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ჩვენ გვაქვს თითქმის 50%-იანი ზრდა ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან დაფიქსირდა თითქმის 20%-იანი ზრდა ტურისტული ვიზიტების. თუნდაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, სადაც მიმდინარეობს კონფლიქტი, საქართველოს შემთხვევაში აქაც დაფიქსირდა პირველი კვარტლის მონაცემით 8%-იანი ზრდა. მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მაინც პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში 4%-ის ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, ისეთებიდან, როგორიც არის გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი საკმაოდ მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება. იცით, რომ შეხვედრა გქონდა ბიზნეს სექტორთან და ძალიან აქტიურად ვცდილობთ გარკვეული აქტივობების ჩატარებას იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენების, საერთაშორისო მიმდინარე მოვლენების გავლენა შედარებით შევამსუბუქოთ. 17 აპრილიდან სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი იწყებს და მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის და შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია 4 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებებით დათბულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას. დაგეგმილია სამუშაოების გამო 18 აპრილიდან გიორგი ლეონიძის და სულხან საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას. პირველ ეტაპზე სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზირებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და პირველი რაც გაკეთდება იქნება კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ შემდგომში უკვე რეაბილიტირებულ და განახლებულ შენობებს არანაირი საფრთხე არ შეუქმნას მიწისქვეშა წყლებმა და ამორტიზირებულმა მიწისქვეშა კომუნიკაციებმა. 21 შენობა ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 120 მილიონი ლარამდე დაიხარჯება. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საპილოტო პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება. მეწარმეების დაფინანსების ლიმიტი კი 20,000-დან 50,000 ლარამდე გაიზრდება. როგორც თბილისის მერმა მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა. მეწარმეებმა შეიძინეს საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა. თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს, პროგრამის ეფექტიანობა და დადებითი შედეგები აჩვენა. პროგრამის მიზანია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20,000 ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50,000 ლარამდე გაიზრდება. შარშან პროგრამის ფარგლებში 50,000-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა. მათ შეიძინეს საჭირო დანადგარები, აღჭურვილობა. ბენეფიციართა შერჩევა შეფასებას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას მათი ბიზნესის განვითარებისთვის და წარმოადგენენ ხედვას თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ბიზნესის განვითარება. სამეგრელოს პოლიციამ 107 შეიკურა დაფასებული ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ასევე ჩატარებული გასაგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ნივთკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 107 შეიკურა დაფასებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც სასაზღვრო გამტარი პუნქტის სარფის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანა 51 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. დაკავებულს 20 წლამდე უადო პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მამაკაცს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. კახეთის პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა სიღნაღში ბასრის საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა utardeba. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იზოლებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დევნილთა სააგენტო შავშების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის და ასევე მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარს სრულად შეუცვლის. აღნიშნული საჭიროების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სოფელ შავშებში გამართულ შეხვედრაზე დევნილი ოჯახებისგან მოისმინა და დახმარება აღუთქვა. პროექტი დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. 150 ოჯახს უცვლით იატაკის საფარს. იატაკის საფარი ძალიან დაზიანებული იყო. ფაქტიურად აღარ იცხოვრებოდა ამ კოტეჯებში. ჩვენ დავპირდით და დავიწყეთ ამ პროექტის აქტიური განხორციელება. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ეს პროექტი დასრულდება და 150 ოჯახი გასახლებული შიდა ქართლის სხვადასხვა სოფელში ფაქტიურად მიიღებს ახალ საცხოვრებელს. დევნილთა საკუთრებაში არსებულ 150-მდე კოტეჯში მოხდა აღნიშნული საკითხის მოგვარება, პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა დევნილ მოსახლეობას. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას დევნილების საკუთრებო პირობების გამარჯვებასებაზე. ბატონი მიხეილ სარჯველაძე იყო თვითონ ჩამოსული, შეგვპირდა და აგერ თქვენ ხედავთ აკეთებენ ყველაფერს იდეალურად კეთდება. ხოდა სამომავლოდ იქნება გარანტირებული ეს გაკეთებული საქმე, რომ ვფიქრობ არ გაფუჭდება 100 წელი ალ. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაუბრუნდებით, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს.